საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ქართველი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები გავერთიანდით საერთო მოთხოვნის ქვეშ. ჩვენ ვგმობთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. დღევანდელი მდგომარეობა გვიბიძგებს იმისაკენ, რომ გავაპროტესტოთ ის, რამაც ჩვენ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ ერთიანი, ერთი ღირსების მქონე საზოგადოება ვართ და პატიმრებზე განხორციელებული მარაზმით პენიტენციალურმა სისტემამ არა მარტო მათ, არამედ ჩვენ მთელ საზოგადოებას მოგვაყენა შეურაცხყოფა. დღეს ჩვენ ყველანი რეჟიმის მძევლები ვალდებულებთ ჩვენს მიერ დაქირავებულ მთავრობას, რომ პენიტენციალურ სისტემაში დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე დაწყებული ყველაზე ზემდგომი პირიდან დამთავრებული რიგითი ბადრაგით სისტემა უნდა დაინგრეს. ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და მოვითხოვთ კანონის ფარგლებში ჩატარდეს არჩევნები, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ხალხში უნდობლობა და სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მთავრობამ აღიდგინოს სტატუსი. დღევანდელი შეკრების მიზანი არის კიდევ ერთხელ ჩვენი პროტესტის დაფიქსირება. სხვადასხვა სტუდენტების, ახალგაზრდების, საზოგადოების წარმომადგენლების, სპორტსმენების, სტუდენტური სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში და ასევე ჩვენ მივმართეთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მთავრობას, რომ რეალურად მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ყველა ამ დანაშაულებებზე და ასევე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არჩევნების სამართლიანი ჩატარებაზე. გააკეთონ ყველანაირი პრევენცია იმისთვის, რომ არ მოხდეს არანაირი დაყალბება, ნებისმიერი მცდელობა იყოს დაგმობილი, როდესაც იქნება სარჩელების განხილვა სასამართლოში, ეს ყველაფერი კანონიარად განხორციელებული.